მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი საავტორო გადაცემა დაგიბრუნდათ. ესე იგი, ისეთი მნიშვნელოვანი დღეები იყო, რომ მინდოდა გუშინ გავსულიყავით და გუშინ გავეკეთებინა გადაცემა, მაგრამ გუშინ იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე და რომ თქვათ ჩემი ამდენი ხნის განმავლობაში გადაცემა 2 წელიწადია გადის, შეიძლება ითქვას შეფერხებებით, მაგრამ მაინც გადის და ჩემი გადაცემის მთავარი ტენდენცია მიმართულება, რასაც თქვენ უყუროთ ყველა გადაცემას, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ბატონი ბესო მიფქავას YouTube გვერდზე, სადაც ეს გადაცემები იდება, არის 2 წლის განმავლობაში უწყვეტი ციკლი გადაცემების 40 გადაცემა არის ჩაწერილი. შეგიძლიათ უყუროთ ამ გადაცემებს და ნახოთ, რომ ჩემი გადაცემების მთავარი ტენდენცია არის სიმართლე, მხოლოდ სიმართლე, რომელიც დამყარებულია მტკიცებულებებზე, სიმართლე, რომელიც დამყარებულია არგუმენტებზე და უარგუმენტოდ და მტკიცებულების გარეშე არც ერთი გარემოება არ მithქვია და ვერ იპოვით ვერაფერს ამ გადაცემაში ისეც, რომელსაც არ აქვს არგუმენტი და მტკიცებულება. ამჟამადაც ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო გუშინ, გილოცავთ და სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ გუშინდელმა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამ მოგვცა ესეთი მოცემულობა. თუ და აკვირდებით, გუშინ მოხდა ერთმანეთთან შეთანხმებული, ანუ ქართული ოცნებისა და ოპოზიციის კოორდინირებული ღონისძიებები და თუ შეხედავთ, ეს კოორდინირებული ღონისძიებები თითქოს ერთი ხელიდან იმართება. აბა შეხედეთ რანაირი რაღაცა მივიღეთ. გუშინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დღისით ჩაატარა, ასე რომ ვთქვათ, დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე, ჩაატარა აღლუმი, ჩაატარა ეს ღონისძიება მრავალ ქალაქში. ღონისძიება რომ უყურე არ იყო ცუდი. ახლა არ დავობენ გემოვნებაზე, როგორი იყო კარგად ორგანიზებული, არ იყო კარგად ორგანიზებული, მაგრამ ღონისძიება არ იყო ცუდი. ხელისუფლებამ აღნიშნა დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ამ ღონისძიებას ჩაენაცვლა დღის მეორე ნახევარში, ჩაენაცვლა ოპოზიციის ღონისძიება და ისე რომ ვთქვათ, ორგანიზებულად ჩაენაცვლა ეს ოპოზიციის ღონისძიება, რომ ვიფიქრებდი, რომ ეს ორი ღონისძიება სადღაც, ოღონდ არა საქართველოში. ეს ორი ღონისძიება სადღაც საქართველოს საზღვრებ გარეთ ვიღაცებმა დაგეგმეს, შეათანხმეს, რომ ეს ორი ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო ასე ერთმანეთთან შეთანხმებულად და ოპოზიციის მიერ დაპირებული აგრესიის ნაცვლად და აგრესიული ქმედებების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ შეთანხმებული ორი ღონისძიება, რომლის დროსაც ისეთმა ალქაჯმა, როგორიც სალომეა, ისეთმა ალქაჯმა საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა, რომ მას აღარ უხსენებია დამხობა, ჩამოგდება რევოლუცია და ამ სალომეამ გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ესე იგი თურმე შესაძლებელია, რომ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ადამდელი საპარლამენტო არჩევნები. და ამ საკითხებს ერთი უცნაური ტენდენცია ახლავს, რომ როგორც ჩანს, ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ დააკვირდეთ, ხო? ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოში რეალურად არ ებრძვის ამ ტრამპის მიერ აღებულ კურსს, ანუ deep state-ს არ ებრძვის. საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლება, როგორც ყოფილი მათი პრემიერ-მინისტრი გახარია იყო და ქართულ ჯიგრულ პონჩში რიგდება deep state-თან. და ეს გარიგება deep state-თან ნელ-ნელა ტენდენციურად მჟღავდება მათ მოქმედებებში, იმიტომ რომ იქ ამერიკის პრეზიდენტს გამოცხადებული აქვს ღია ბრძოლა deep state-თან და ისეთი მწვავე პროცესი მიმდინარეობს ამერიკაში,
რომ ტრამპის პარტიაშიც კი შიგნით Deep State-ის ხალხი არის ულსონისა და სხვა მრავალი ხალხის სახით, ულსონი Deep State-ის ხალხი არის და სხვა ტრამპის პარტიაში ზოგიერთები Deep State-ის ხალხი არის და ტრამპი ხდება რომ შიგნიდან ურევენ ესენი ამერიკას და არაერთხელა გაცხადებული პრეზიდენტობამზეც და პრეზიდენტობის შემდეგაც რომ ან ჩვენ დავამარცხებთო Deep State-ს, ან Deep State-ი დაგუპავს ამერიკასო და ანუ ისეთ გლობალურ მოთამაშეს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის, ისეთ გლობალურ მოთამაშეს თუ აქვს იმის პოლიტიკური შიში, რომ Deep State-ი ამერიკას დაღუპავს, რას ნიშნავს, ანუ ტრამპის აზრით ის ღონისძიებები, რასაც ბაიდენის ხელისუფლება ამერიკის სახელით ახორციელებდა, იყო ამერიკელი ხალხისთვის ზიანის მიღება. მართლაც რო შეხედო ახლა უყურე ბაიდენის ხელისუფლება ამერიკის დემოკრატიის ინსტიტუტის ხელით, სოროსის ფონდის ხელით, რას, ანუ ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტში და სოროსის ფონდში მიედინებოდა ამერიკის გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების მილიარდობით დოლარი. და ეს მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა რაღაც ისეთ უცნაურ საზღვრებებზე, როგორიც იყო მაგალითად გენდერული თანასწორობის პროექტები, რომელშიც მილიონობით დოლარი იყრებოდა საქართველოში. ბოლო 3 წელიწადში გენდერულ თანასწორობაში საქართველოში USAID-მა 24 მილიონი დოლარი დახარჯა. ყოველწლიურად 8 მილიონ დოლარს ხარჯავდა USAID გენდერულ თანასწორობის ამ LGBT პრაიდების ორგანიზების საკითხში. დააკვირდით, USAID ვეღარ ფინანსდება და საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხი მინავდა და პრაიდები ქუჩაში ესეთი საჯარო სრულობები და ეს რაღაცა საზღვრები ვეღარ იმართება. მაგრამ შეხედეთ რა მოხდა უცნაური რამ. აი ოფიციალურმა ტელევიზიებმა რატომღაც არ გააშუქეს, მაგრამ საქართველოში გენდერული ეს ღონისძიება მაინც ჩატარდა. რამდენიმე დღის წინ ლისზე ჩატარდა ეგრეთ წოდებული ამ სიტყვას პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, ჩატარდა ეშმაკების კონცერტი, ჯაზ კონცერტი რაღაცა, რომელსაც თუ ნახავთ ინტერნეტში არის ეს ღონისძიება დადებული, თუ ნახავთ უყურე სპეციალურად დავინტერესდი, ეს იყო პირდაპირ LGBT ღონისძიება. ახლა ოფიციალურად პრაიდის სახელი არ ერქვა, მაგრამ რაც იქ იყო და რასაც მე უყურე, ეს იყო LGBT ღონისძიება. და მინდა ვთქვა საჯაროდ, საქართველოს ხელისუფლება ახლანდელო, ვინც ხარ, შეხედე კაცო, კანონში გიწერიათ, რომ LGBT პროპაგანდა აკრძალული გაქვთ. თქვენ მიერ მიღებული აგერ სულ ცოტა ხნის წინ. LGBT პროპაგანდა გაქვთ აკრძალული. პროპაგანდის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი, მაგრამ პროპაგანდის ერთ-ერთი საშუალება არის მასობრივი ღონისძიება. და ლისზე მასობრივი ღონისძიება ჩატარდა, სადაც იყო ეს გენდერული მთელი საზოგადოება შეყრილი და იქ საჯაროდ ტარდებოდა ღონისძიება, ანუ საჯაროდ იყო შეგრებილი LGBT საზოგადოება. ხო და ეს არ არის პროპაგანდა? ეს არის პროპაგანდა. საჯარო ღონისძიება არის პროპაგანდა. ამას ხედავს ახალგაზრდობა. ამას ხედავს მოსწავლე ახალგაზრდობა, სადღაც 12 წლიდან 18 წლამდე, რომლებიც იქ იყვნენ, ნახე, მრავლად არიან სხვათა შორის სამწუხაროდ. ეს არის პროპაგანდა და სამ კითხვას ეს ღონისძიება თუ არ იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, რატომ ჩატარდა? ანუ ამ ღონისძიებას ჭირდებოდა ნებართვა. კი ბატონო, კერძო საკუთრებაში ჩატარდა და როგორც ჩანს ეს საკუთრება წარმოადგენს მამუკა ხაზარაძის პირად საკუთრებას. ანუ უნდა გამოვაცხადოთ, რომ ესე იგი ლელო, შმელო და ესეთი ორგანიზაციები
გენდერული საკითხებში ყოფილან LGBT აქტივისტები. აბა ასეთ ღონისძიებას პირად სივრცეში, ანუ კერძო საკუთრებაში რო ჩაატარებ, შენ იმ იდეოლოგიას ემხრობი. მაგრამ გახმაურდა საშიში ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ვერავინ შეძლებს. იმიტომ რომ არავინ იტყვის რომ ეს ასე იყო. მაგრამ გახმაურდა ინფორმაცია რომ ამ LGBT ასე რო ვთქვათ ნაწილმა ძალიან დიდი ფული მიიტანეს სადღაცა იმისთვის რომ ამ ღონისძიების დებართვა მიეცათ. გახმაურდა ეს ინფორმაცია, ამას ვერავინ გადაამოწმებს, მაგრამ ხელისუფლებას რო არ უაქტიურია ამ ღონისძიების წასაშლელად და ხელისუფლება რომ ამაზე ხმას არ იღებს, რა ვიცი, მეშინია კაცო, მართალი არ იყოს შემთხვევით ეს ინფორმაცია. ახლა ეს ისეთმა ოდიოზურმა ვიღაცებმა თქვეს, რომ იმ ოდიოზური ვიღაცების სახელებს სამწუხაროდ ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ეს ოდიოზური ვიღაცები თავის დროზე ხელისუფლებასთანაც ახლო იყვნენ და ახლა ოპოზიციასთანაც ახლო არიან, ანუ ესენი არიან, რომელიც ყველა დროს ყველას ემხრობიან, სადაც ფული არის და ეს რაღაცა შემთხვევით რომ აი 1%-იც რო იყოს ამაში მართალი, გამოდის რომ საქართველოს ხელისუფლება გვაჩვენებს გარეგნულ სახეს, რომ ის არის LGBT პროპაგანდის მოწინააღმდეგე და სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლება ისევ ასრულებს უცხოეთიდან deep state-ის დავალებებს და საქართველოში ქმნის პლაცდარმს ერთმანეთთან შეთანხმებული deep state-ის მოქმედებისა. ანუ თუ ესენი ამჯერადაც გარიგდნენ, პრინციპში გარიგებულები არიან 2012 წლიდან უკვე 2013 წლიდან საჯაროდ გამოიხატა ამათი გარიგება, პოლიტიკური ქორწინება კოჰაბიტაციის სახით. საზოგადოებამ იცის, მაგრამ მაინც შევახსენებ, კოჰაბიტაცია არის ფრანგული სიტყვა და სიტყვასიტყვით კოაბიტაცია ნიშნავს თანაცხოვრებას ისეთ ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს. ანუ იძულებით თანაცხოვრებას ნიშნავს კოჰაბიტაცია. ახლა ჩვენ ვერ დავადგენთ ამათ პოლიტიკურად რომელი არის თქვათ ესეთი ან რომელი ისეთი, ამას ვერ დავადგენთ, არც არის საჭირო დავადგინოთ, მაგრამ 2013 წლიდან ხელისუფლების კოჰაბიტაციამ ნაც რეჟიმთან გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენ მივიღეთ რეალურად პრაქტიკულად ამდენი ხნის განმავლობაში 2022 წლამდე მივიღეთ ჩვენ კოჰაბიტირებული ნაცმოძრაობა, ხელისუფლებაში ეხლაც ნაცმოძრაობა არის, თავისი ყველა სატელიტებით ისინი სხედან თანამდებობებზე და აკეთებენ ქართველი ერის საწინააღმდეგო საქმეს. ქართველი ერის საწინააღმდეგოა უამრავი საქმე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა ბოლო 13 წლის განმავლობაში და აი გუშინ უსმინე ბატონი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და ცოტა არ იყოს გაკვირვებული დავჭი, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა. პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იცავს სამ უდიდეს საუნჯეს: მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს სიტყვიერად კარგია, სიტყვიერად მეც მომწონს, რომ სამი უდიდესი საუნჯე დაგვიტოვა ჩვენმა წინაპრებმა, როგორც ილია ჭავჭავაძემ ბრძანა, მამული, ენა და სარწმუნოება. კი ბატონო, სამი უდიდესი საუნჯე დაგვიტოვა, მაგრამ ამ 13 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, რეალურად სარწმუნოებისა და ეროვნების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული უამრავი კანონი, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი, მათ შორის ეს იონალური მართლმსაჯულების კოდექსი, გენდერული თანასწორობის კანონი, ეს ყველაფერი გააკეთა ქართული ოცნების ხელისუფლებამ LGBT საზოგადოების ხელშეწყობის მიზნით და ეს არც ერთი კანონი დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებას უკან არ წაუღია, არ გაუუქმებია და უფრო მეტიც ქართული ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ანუ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე მაჭავარიანი, რომელიც არის იმ
ნაციონალების დროინდელი მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი რო იყო იმის ოჯახის წევრი, ხო და ახლა როცა ოჯახის წევრი მამალი ნაციონალი იყო, ეს ახლა უკვე ქართული ოცნების ფრაქცია თავმჯდომარის მოადგილეა ქართული ოცნებისა, ესე იგი რა მივიღეთ? მივიღეთ კოჰაბიტაცია თვითონ პოლიტიკაში მივიღეთ, მაგრამ რას ბრძანებს მაჭავარიანმა თქვა სატელევიზიო გამოსვლისას, რომ ჩვენო ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს და არავინ არ ზღუდავს LGBT საზოგადოებას საქართველოში. არავინ არ ზღუდავს. ჩვენ ავგზავნეთ პროპაგანდა. პროპაგანდა რანაირია კაცო, მანდა მაინც ესე იგი ქალის კაბებით უნდა იარონ კაცებმა ქუჩაში და მანდა მაინც ესე იგი შიშვლები უნდა იყვნენ, რომ ამას დაერქვას პროპაგანდა, როდესაც ეს LGBT საზოგადოება ასეთ საჯარო კონდიციებას გიტარებს ღია სივრცეში. ეს არის პროპაგანდა და შენ ამაზე რეაგირება არ გაქვს, აი ეს არის კოჰაბიტაცია და ამ კოჰაბიტაციამ მიიღო უკვე საშიში ტენდენცია. აქ არის აღსანიშნავი საკითხი თვითონ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს დამოუკიდებლობა არის დიდებული დღე, დამოუკიდებლობის აღნიშვნა არის დიდებული თარიღი, მაგრამ ეს საკითხი არის კონტექსტიდან ამოვარდნილი და ლოგიკაში არ ცდება. და ეს აუცილებლად აღსანიშნავია და ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს განაარიცის ხელისუფლებამ, ეს იცის, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი კონტექსტიდან ამოვარდნილი პოლიტიკური ნაბიჯები აზიანებს ქვეყნის იმიჯს და რატომ? რა გვაქვს მოცემულობა? აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. თუმცა სრულად გამქრალია ამ კონტექსტიდან ამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მთავარი ფიგურა ბატონი ზვიად გამსახურდია. ანუ რასთან გვაქვს? ანუ საქართველოს დამოუკიდებლობა რეალურად უზრუნველყოფილი იქნა 1991 წლის 26 მაისის არჩევნებით, როდესაც პრეზიდენტად იქნა არჩეული ზვიად გამსახურდია. ანუ საქართველოს უამრავი ეროვნული გვირი გვყავს, მათ შორის ბატონი მერაბ კოსტავას დაბადების დღე არის 26 მაისი, ღმერთმა გაანათლოს ბატონი მერაბის სული. დიდებული ადამიანი იყო, კარგი ეროვნული მოღვაწე, დიდებული ადამიანი, მაგრამ ბატონი მერაბ კოსტავა სახელმწიფო მოღვაწე, ანუ სახელმწიფო სუბიექტი არ იყო. ეს იყო ეროვნული გმირი, მებრძოლი ქართველი კაცი და უნდა დავაფასოთ ეროვნული გმირია და უნდა დავაფასოთ მისი ხსოვნება. მაგრამ სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ეს უზრუნველყო და დამოუკიდებლობის გამოცხადება უზრუნველყო, პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ეს თავარი არგუმენტი აქ კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, იმიტომ რომ თუ შენ აღიარებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისით დაიწყო, ესე იგი აღიარებ, რომ 26 მაისის არჩევნები არის ყველაზე ობიექტური და მნიშვნელოვანი თარიღი, ანუ არჩეული იქნა მათთვის, იმ ხელისუფლებისთვის ყველაზე მიუღებელი ფიგურა ზვიად გამსახურდია, რომელმაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და იყო პირველი პრეზიდენტი. ანუ ეს საკითხი თუ სწორად არ გაქვს მოგვარებული, გამოდის რომ ლოგიკურად ვერ ძიდები პოლიტიკურ კონტექსტში, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის თარიღს აღნიშნავ და დამოუკიდებლობის მომპოვებელ მთავარ ფიგურას არ ახსენებ. და საერთოდ პოლიტიკური კონტექსტიდან ამოგლეჯილი გაქვს ეს საკითხი, ზვიად გამსახურდიას დამსახურება ამ ნაწილში საერთოდ უგულებელ ყოფილი გაქვს. ამაზე ბევრი ვიფიქრე, რატო? და არის აქ ისევ უცხოეთიდან მომავალი და ძირითადად ევროპიდან და deep state-დან მომავალი დავალებები. აქ არის საკითხი ესე, რომ თუ ხელისუფლება ზვიად გამსახურდიაზე გააკეთებდა აქცენტს, ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგებოდა საკითხი, რომ
თუ ეს კაცი ლეგიტიმური იყო და ყველაფერი სწორად იყო და ყველაფერი კარგად იყო, მაშინ ეს კაცი უკანონო გზით სახელმწიფო გადატრიალებით იქნა ჩამოგდებული და მოკლული. ჩამოგდების საკითხი არ გაქვს გამოძიებული და არ ყავს დასჯილი სახელმწიფო გადატრიალება, აი ცნობილი ფრაზა არის პუტჩი. პუტჩის ქართული სახელი არის სახელმწიფო გადატრიალება. ანუ შეიარაღებული გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობა. ეს არ გაქვს გამოძიებული. პოლიტიკური შეფასება ამ საკითხზე ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს მიღებული, ანუ პოლიტიკურად ამ საკითხზე არ უშელია ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ მოხდა კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, ამ საკითხზე არ უშელია ქართული ოცნების ხელისუფლებას და თუ ძალადობრივი გზით დამხობა მოხდა, უყურეთ, წვედა არის ახლა პოლიტიკური, როგორი შეხედეთ 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იქნა არჩევნებით 91 წელს 26 მაისის არჩევნებით და ეს ხელისუფლება, რომელიც ანუ ზვიადის ხელისუფლება, რომელიც იყო ლეგიტიმური და ერთადერთი კი არა, ერთადერთი ყველაზე თავისუფალი არჩევნებით არჩეული, იმიტომ რომ არჩეული იქნა იმ ხელისუფლებისთვის, მაშინ ვინც არჩევნები ჩაატარა, ყველაზე მიუღებელი კაცი, მათთვის ყველაზე ოპოზიციონერი ზვიად გამსახურდია, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კანონიერია, ლეგიტიმურია, მაგრამ კონტექსტიდან ყავს ამოკლეჯილი ზვიად გამსახურდია. რატო? იმიტომ რომ ევროპას და deep state-ს არ აწყობს ზვიად გამსახურდიას ხსენება. იმიტომ რომ თუ ეს კანონიერია და ლეგიტიმურია, მაშინ შენ არ გამოდიხარ კანონიერი. ის ლეგიტიმური ხელისუფლება, ვინც დაამხო, ის არ გაგისამართლებია, ზვიად გამსახურდია, ვინც მოკლა, ის არ გამოგიძიებია, შედეგი სამართლებრივი არ დაგიდია და წვედა გაქვს პოლიტიკური. იმიტომ რომ ის ლეგიტიმური ხელისუფლება ჯერ კიდევ ყავს უზენაეს საბჭოს სახით და პოლიტიკურად მისგან ლეგიტიმაცია არ გადაგიბარებია და არაერთხელ მაქვს ჩემ გადაცემაში ნათქვამი არჩევნებამდე, აი 24 წლის არჩევნებამდე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეძლეოდა პოლიტიკური შანსი, უდიდესი პოლიტიკური შანსი, რომ მომხდარიყო, ასე რომ ვთქვათ, ლეგიტიმური ხელისუფლებისგან, ზვიად გამსახურდიას არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლებისგან ლეგიტიმაციის პოლიტიკურად გადაბარება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უნდა გამოეცხადებინა, რომ ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება და მომხდარიყო პოლიტიკური ლეგიტიმაციის გადაბარება, სამართლებრივად ეს საკითხი შეიძლებოდა მოგვარებულიყო და მივიღებდით სწორ სამართლებრივ პროცესს. მაგრამ ეს არ აწყობს deep state-ს. ეს არ აწყობს deep state-ს, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ უნდა ქართული ოცნების ხელისუფლება აღიაროს, რომ ზვიად გამსახურდია ჩამოაგდო არა მარტო რუსეთის, არამედ ამერიკისა და ევროპის სპეცსამსახურებმა, რომლებიც მაშინ რუსეთის ხელით მოქმედებდნენ. ამის გამოცხადება და ამის საჯაროდ გამოტანა არ აწყობთ და ამიტომაც ზვიად გამსახურდია არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, სპეციალურად ამოღებული და აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს ისე, რომ თავარი ფიგურანტი დატოვებული ჰყავთ თამაშ გარეთ. თან სირცხვილია, ახლა მე მწვენია და როგორ არ მწვენია ამისი ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ვიცი. უკვე 13 წელიწადია ხელისუფლებაშია ქართული ოცნების ხელისუფლება და ვითომ, დიდ კითხვით ნიშნავს, ვითომ ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება ერთხელაც არ გაინტერესებულა, რომ ამხელა პირველი პრეზიდენტის ერთი პატარა ძეგლიც კი არ გვაქვს თბილისში, საქართველოში საერთოდ ვერ ვიხსენებ ძეგლი სადმე არის თუ არა, სადღაც არის მე მგონი ძეგლი და ზუგდიდში როგორც ვიცი, ხო და ეხლა წარმოგიდგენია თქვენ რომ ესე იგი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი არ გვაქვს საქართველოში. თბილისში არ გვაქვს პირველი პრეზიდენტის ძეგლი და ქართული ოცნების ხელისუფლება მეუბნება, რომ ეს არის ეროვნული ხელისუფლება. ქართული ოცნების ხელისუფლება თავის თავზე ამბობს, რომ ეს არის ეროვნული ხელისუფლება. ეროვნული ხელისუფლება ვიცი, მე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. ნამდვილად ეროვნული ხელისუფლება, როდესაც
ქართველ კაცს იმ დროს ის კაცი თავისი დიდი მოღვაწეობით თვლიდა პრიორიტეტად და ცდილობდა რომ ქართველი კაცი ყოფილიყო საქართველოში პრიორიტეტი. როგორ არის ქართული ოცნების ხელისუფლება ეროვნული, როდესაც ქართველი კაცი საქართველოში არის ყველაზე მეტად დაჩაგრული. ყველა ეროვნების ადამიანი, მე არც ერთი ეროვნება არ ძულს, საჯაროდ ვაცხადებ, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ჩემი მრწამსი არის ქრისტიანობა და მე მსახური ვარ ქრისტიანობის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი არის ღვთისგან შექმნილი, მიუხედავად მისი კანის ფერისა, ეროვნებისა და თქვენ წარმოიდგინეთ აღსარებლობისა, ქრისტიანული სარწმუნოება ასე უყურებს ამას. ქრისტიანული სარწმუნოება ეროვნების მიხედვით არ ახარისხებს ხალხს, რომ შენ არ იწამო ქრისტე, ან შენ იწამო ქრისტე. ქრისტიანული სარწმუნოება კანის ფერის მიხედვით არ ახარისხებს ხალხს, რომ შენ შავკანიანი ხარ, შენ ფერადკანიანი ხარ და შენ არ იწამო ქრისტე. და ქრისტიანულ სარწმუნოებაში დიდი მოღვაწე მამები ყავდა, მოსეშავი მაგალითად შავკანიანი იყო, მაგრამ უდიდესი მოღვაწე იყო. ანუ ქრისტიანული სარწმუნოება არავის არ ჩაგრავს ეროვნების, კანის ფერის და აღსარებლობის მიხედვით. ამიტომაც ვართ ჩვენ უნიკალური ერი, ქართველი ერი ვართ უნიკალური ერი, რომ ქართველ ერს ერთად აქვს თავმოყრილი მრავალი ეროვნებისა და აღსარებლობის აი ესეთი ეროვნული თანხმედრა ჩვენს ქვეყნის შიგნით და ჩვენ არასდროს არ ვებრძოდით არც ერთ მშვიდობიან ერს საქართველოში. არასდროს არ ჩაგრავდით. არასდროს. და არც ერთ სარწმუნოებას არ ვავიწროვებდით, მაგრამ ახლა რომ დააკვირდეთ რეალურ სიტუაციას, შვიად გამსახურდია ჩვენ, მე ამას საჯაროდ ვაცხადებ, ამაზე შეიძლება დიდი ამბავი ატყდეს, მაგრამ ჩვენ ქართველი ერი სანამ არ მივაღწევთ იმას ჩვენი ბრძოლით, ოღონდ აქ ლაპარაკია რომ ჩვენ ქართულად მოაზროვნე ხალხი უნდა გავერთიანდეთ. ქართულად მოაზროვნე ხალხი. ისეთად მოაზროვნე ხალხი კი არა რომ რომლისთვისაც სულ ერთია აქ თქვათ ამერიკა შემოვა, ევროპა შემოვა თუ რუსეთი, ასეთი ხალხი მრავლად ყავს ქვეყანაში, რომლისთვისაც სულ ერთია აქ ევროპა შემოვა, ამერიკა თუ რუსეთი, თავარია თვითონ იყვნენ მაძღარი, თვითონ ჰქონდეთ ფული, კეთილდღეობა და ნებისმიერს მოემსახურებიან. ასეთი მრავლად ყავს. ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ხალხი შევკრიბოთ და შევიკრიბოთ და გავერთიანდეთ, რომლებისთვისაც პრიორიტეტი არის ქართველი ერი, საქართველო როგორც სამშობლო და ჩვენი ენა, რომელიც უკვე ძალიან დამახინჯდა ქართული ენა, იმდენად დამახინჯდა, რომ შეგიძლიათ ჩართოთ ნებისმიერი სატელევიზიო არხი და დილის გადაცემას, შუადღის, საღამოს გადაცემას უყუროთ ისეთი სლენგი, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, პირდაპირ ტელევიზიიდან, სატელევიზიო ეთერიდან მოდის ისეთი სლენგი, რომ ენის საკითხი ძალიან ცუდად არის, იმიტომ რომ ტელევიზიიდან სამეწყველო ენა პირდაპირ გადასულია ინგლისურ სლენგზე, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ახალგაზრდობას ასწავლის არაქართულ მეტყველებას. აქ კლასიკურ მეტყველებაზე არ არის ლაპარაკი და კლასიკურ მწერლობაში საერთოდ ვერ აქვს საქმე. ანუ ბოლო 30 წელიწადია ღირებული ქართული სამწერლო ნაწარმოები არ მახსენდება, რომელიც შექმნილა, ვერ ვიხსენებ. პოეზიაში საერთოდ ვერ აქვს საქმე, იმიტომ რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში რაიმე ღირებული პოეზიაში არ შექმნილა. ახლა კოტე კუბანეიშვილს თუ გინდა რომ მოусმინო, კი ბატონო, გემოვნებაზე არ დაობენ. ან ლაშა ბუღაძე თუ გინდა რომ წაიკითხო, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ან რაღაცა ისეთი უბედურება რომ წაიკითხო, რაღაცა ისეთი საშინელებები, როდესაც თავის დედაზე რაღაცას, დეისაძე რაღაცას სიბინძურეს წერდა, თუ ეს არის წერლობა, ბოდიში მომითხოვია და ასეთი ტუალეტის წერლობას მე არ ვაღიარებ, მაგრამ ვერ გვაქვს საქმე. ხატრობაში რაღაცა რო უყურებ, რაღაცა რა არის ეს ვერ გავიგე, აი მის ბუღაძის მამის ხატრობა თუ მოგწონთ და რაღაცა ესეთი და
შიშველტიტველი ხალების დახატვა თუ გინდათ და რაღაც ნეობის საკითხში ვერა გაქვთ საქმე კარგად, კი ბატონო, მაგრამ ცუდად გვაქვს და სანამ ქართველი ერი ამ დიდ ეროვნულ მოღვაწეს, სანამ ქართველი ერი არ მოინანიებს ამ ცოდვას, რაც იყო ზვიად გამსახურდიას, კი ბატონო, ისინი ამერიკულმა და ევროპულმა სპეცსამსახურებმა დაამხეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რუსების ხელით, მაგრამ იარაღი ქართველს ეჭირა ხელში. ქართველი კაცი ისროდა ამ იარაღს მეორე ქართველის წინააღმდეგ. ქართველი კაცი ჩადიოდა საზიზღროებებს და საშინელებებს სამეგრელოში, აფხაზეთში და დასავლეთ საქართველოში საშინელებები აქვს ჩადენილი, მხედრიონს და სხვა ბანდფორმირებებს. სანამ ამ ყველაფერს ქართველი ერი არ მოინანიებს და სანამ ზვიად გამსახურდიას ღვაწს არ დააფასებს და ამას როგორც დიდ ეროვნულ მოღვაწეს წინაპლანზე არ დააყენებს, მანამ ჩვენ ვერ შევდგებით როგორც სახელმწიფო, როგორც ერი და ასე ნელ-ნელა მივექანებით, ნელ-ნელა მივდივართ და ისეთ პოლიტიკურ ჭაობში შევდივართ ასე, რომ რაც წეღანა გიხსენით, რეალურად ასეთი მდგომარეობა არის, რომ დამოუკიდებლობას აღნიშნავ და ზეიმობ და დამოუკიდებლობის მომპოვებელ თავარ პოლიტიკურ მოღვაწეს, პირველ პრეზიდენტს არ ახსენებ, იმიტომ რომ ეს არ მოსწონს შენი დავალების მომცემ deep states. არ ახსენებ ამას. კონტექსტიდან გამოგლეჯილი და ზვიად გამსახურდია რო ახსენო, მაშინ უნდა დაასაბუთო და თქვა, რომ რატო ვერ გამოიძიე მისი მკვლელობის საქმე. უნდა დაასაბუთო და თქვა, რატომ არ გამოიძიე სახელმწიფო გადატრიალების საქმე, ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, მაგრამ დავშვათ კითხვა, აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას ამ ყველაფრის გამოძიება და სააშკარაოზე გამოტანა? ეგეთქვით რომ არ აწყობს. და რატო? შემედავოს ვინც გინდა, აი ერთი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც დიდებულად ერკვევა ამ საკითხებში ზვიად გამსახურდიას შემდეგ მოყოლებული ყველა საკითხი აქვს შესწავლილი, დასაბუთებულად ამბობს და სწორადაც ამბობს, რომ ჩვენ დღეს რეალურად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გვყავს ხელისუფლებაში. ანუ პუჩისტები გვყავს ხელისუფლებაში. და თუ დააკვირდებით პოლიტიკურ შემადგენლობას, ხო? ქართულ ოცნებაში მრავლად მოიპოვება პუჩის მომხრე, სახელმწიფო გადატრიალების მომხრე პოლიტიკოსები, რომლებიც ან პირდაპირ იყვნენ მომხრე, ან ირიბად იყვნენ მომხრე და მათი შთამომავლები და მივიღეთ ასეთი პოლიტიკური კონგლომერატი. ესე იგი, პუჩის მომხრე, პირდაპირ მომხრეები, EDP, რომელიც იდეოლოგიურად იყო ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე, ანუ ყველაზე აგრესიული ნაწილი ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეებში და მივიღეთ სოროსის ფონდიდან დაფინანსებული და სოროსის ფონდში გამოსდილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მივიღეთ კოჰაბიტირებული ხელისუფლების მაღალჩინოსნები და ამ ჩამონათვალში რაიმე ქართულს ხედავთ, რაიმე ეროვნულს ხედავთ, რომ რაც ხავს დღეს ხელისუფლებაში, ამაში რამეს ეროვნულს ხედავთ, არის რამე ეროვნული და ქართული. ამიტომაც არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასრულებს deep state-ის დავალებებს და საქართველოში ნელ-ნელა ივსება, ანუ საქართველო ნელ-ნელა მიმდინარეობს, ამას საჯაროდ ვამბობ და დავუმტკიცებ ყველას, ვისაც უნდა რომ მეტავოს, საქართველოში მიმდინარეობს ქართველი ერის დეპოპულაცია. ანუ ქართველი ერის რაოდენობის ხელოვნურად შემცირება უცხო ქვეყნებიდან შემოშვებული არაქართული აზროვნების და ჩვენი ისტორიული მტრების მასობრივი შემოშვების ხარჯზე მიმდინარეობს ქართველი ერის დეპოპულაცია. და ეს დეპოპულაცია იმდენად საშიშ ფორმას ღებულობს, რომ ახლა უკვე ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვართ შესული
და განგაშის ზარი არის შემოსაყრელი აუცილებლად, იმიტომ რომ ამ ტენდენციის 5 წლის განმავლობაში ასე გაგრძელება და როგორც ჩანს ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ფორმით ერთი-ორი არჩევით კიდევ იქნება ერთი ყველა ვარიანტი იქნება ხელისუფლებაში და ამ ფორმით 5 წლით კიდევ ამის გაგრძელება ნიშნავს ქართველი ერის გენოციდს. მე საჯაროდ ვაცხადებ შემედაოს ვისაც უნდა დაუმტკიცებულებით რომ მიმდინარეობს ქართველი ერის დეპოპულაცია, გენოციდი მიმდინარეობს. ამას აქვს მიზანმიმართული სახე. ეს ყველაფერი იმართება საზღვარგარეთიდან მიზანმიმართულად. ეს არის გამგზობადი პროცესი. ამ გამგზობად პროცესში პირველი ეტაპი იყო სისხლიანი რეჟიმი ნაციონალური მოძრაობის სახით. ანუ ვინც მოიფიქრა ქართველი ერის დეპოპულაცია უცხოეთში, იმან კარგად გათვალა, რომ ჯერ უნდა მოეხდინა რეჟიმით, ცემით, წამებით, უბედურებით ქართველი ერის გატეხვა, წელში გადამტრევა, რომ მას აღარ ჰქონოდა ძალა ეროვნულობისთვის ბრძოლისა და შემდეგ, ანუ ნაციონალური მოძრაობა იყო შხამი. საწამლავი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქართველ ერს წამლავდა. და მოიყვანეს კოჰაბიტირებული, ანუ მათთან შეთანხმებული ტკბილი შხამი. ქართული ოცნების ხელისუფლება დღეს არის ტკბილი შხამი, რომელიც გარეგნულად ირჩევს ეროვნულ სახეს და შინაგანად ნელ-ნელა მიმდინარეობს ქართველი ერის დეპოპულაცია. ეს ყველა მტკიცებულებით დასტურდება, უამრავი დოკუმენტი მოგიტანეთ ჩემ გადაცემებში და აი ახლა ერთ-ერთ დოკუმენტს გაგაცნობთ კიდევ, რომლითაც დარწმუნდებით, რომ ეს დეპოპულაცია მიმდინარეობს ხელისუფლების ხელდასხმით. მოგეხსენებათ წინა გადაცემაში მე თქვენ მოგიყევით არაბული კომპანიების ჰოლდინგის, ანუ 5 კომპანია 6 იყო თავიდან და გაერთიანდა ერთ ჰოლდინგში იორკ ჰოლდინგ გრუპი, რომელსაც ჩემ მიერ ამოღებული საჯარო რეესტრის დოკუმენტაციის მიხედვით 1840 ქონება გაფორმებული და 2400 ქონებაზე მიმდინარეობს რეგისტრაცია, ანუ 4200 ქონება აქვს ფაქტიურად ამ ერთ ჰოლდინგს 6 კომპანიას, რომელიც მე გაერთიანდა და ახლა არის ერთი ჰოლდინგი. ეს ტენდენცია არის მიზანმიმართული და ამჟამად მოგახსენებთ სხვა არაბული კომპანიების საქმიანობას საქართველოში, რომლის დოკუმენტაციის შესწავლა, რასაც ახლა ჩამოგითვლით, მიმდინარეობს, ჩემი იურისტების ჯგუფი ზის და ამ დოკუმენტაციას თავს უყრის და უახლოეს ხანში, როდესაც იქნება შესაძლებელი ამ დოკუმენტების ამოღება და მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების სამსახურები, მათ შორის საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი და სხვა სამსახურები მიზანმიმართულად მიშლიან ხელს. უამრავი მოთხოვნა და დოკუმენტი, რომელიც შესულია ჩემი სახელით, რომ გამოთხოვილი იქნას დოკუმენტაცია, შეგნებულად ხოვდება, ზოგი 1 თვით, ზოგი 2 თვით, ზოგი 6 თვით, არის დოკუმენტაცია, რომელიც 6 თვის წინ მაქვს გამოთხოვილი და ჯერაც არ მომშლია. ეს ხელისუფლება მიზანმიმართულად მისლის ხელს, რომ ამოვიღო მტკიცებულებები და გავასაჯაროო, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გაყიდვა და უცხოელების საკუთრებაში გადაცემა. წინა გადაცემაში მოგახსენეთ, ეხლა მოგახსენებთ, არის 5 არაბული სამშენებლო კომპანია, დიდი მილიარდებით აღჭურვილი ხალხი, რომლებიც საქართველოში აი ვამპირებივით ისრუტავენ ქართველი ერის ქონებას. უძრავ ქონებას ისრუტავენ ვამპირებივით. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის ზავაია ჰოლდინგ გრუპი, ახლა გავამახვილებ ყურადღებას. ზავაია ჰოლდინგ გრუპი არის კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ვაკეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ვაკე პლაზა. არაბული კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე 72-აში მდებარე ყველაზე მაღალი შენობა ვაკე პლაზა. არაბული კომპანია. წარმოგიდგენიათ ახლა რა
ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს ამ არაბულ კომპანიას, რომ ვაკეში ყველაზე მაღალი შენობა ვაკე პლაზა ააშენა და მას ეკუთვნის და ახლა მიმდინარეობს ამ კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლა, კიდევ რა ქონებები აქვს ნაყიდი, მაგრამ ხელისუფლების ხელშეწყობა რო არ ყოფილიყო, ვაკე პლაზას ააშენებდა ჭავჭავაძის გამზირზე, ვერ ააშენებდა. ეხლა შემდეგი არაბულ კომპანია ალაბობას დეველოპმენტს ეკუთვნის კოსტავას გამზირზე 76 ნომერში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა კოსტავაზე. კიდევ ვკითხულობ, რომ არ ყოფილიყო ხელისუფლების ხელშეწყობა კოსტავას გამზირზე თბილისის ცენტრში 76 ნომერში. ეს არაბული კომპანია ამ ხელა შენობას ააშენებდა? ვერ ააშენებდა. აი მესამე არაბული კომპანია ოტო რეალ ესტატე მარშალ გელოვანის გამზირზე 62 ნომერში ააშენა დიდი 16 სართულიანი შენობა. ეხლა მიმდინარეობს შესწავლა ამ დოკუმენტაციის, რომ სავარაუდოდ ამის გარდა ამას კიდევ მრავალი ქონება ექნება და ამას თუ ხელისუფლების ხელშეწყობა არ ჰქონდა რანაირად. მაგალითად კომპანია Swiftland Group-ი, რომელიც დგინდება, ჯერ არ გვაქვს შესწავლილი, დგინდება რა აქვს ამ კომპანიას და მოგახსენებთ რომ დადგინდება. არის კომპანია Solo Real Estate. ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აგერ საბურთალოზე სპორტის სასახლესთან არის მერაბ ალექსიძის ქუჩა. მერაბ ალექსიძის ქუჩაზე 13 ნომერში დგას მრავალსართულიანი დიდი კორპუსი, რომელიც ეკუთვნის ამ Solo Real Estate-ს, ამ არაბულ კომპანიას. აქ ერთ და ორ ბინაზე და ერთ და ორ სახლზე კი არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია ცათამბჯენებზე. ცათამბჯენებზე და ეს ცათამბჯენები ეკუთვნის ამ არაბულ კომპანიებს თბილისის ცენტრში. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება ჩემს მიერ დასახელებულ ინფორმაციებში, შეუძლია შევიდეს და ნახოს ამ კომპანიების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერები და საჯარო რეესტრის ამონაწერები. უბრალოდ მე არ მიყვარს მტკიცებულებების გარეშე საუბარი, მე რო არ მითხრა რომ რაღაცა სისულელეებს ვამბობ. მიმდინარეობს ამ კომპანიების დოკუმენტაციის შესწავლა, დაზუსტება კიდევ რა ქონებები აქვს და რომ იქნება გამზადებული, მოგართვებთ არაბებმა როგორ ჩაიგდეს ხელში თბილისის ცენტრში ეს ამხელა უამრავი უზარმაზარი ქონება და პრაქტიკულად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფიზიკურად, იბრძანდით აგერ კონკრეტულ ადგილს გეტყვით, არის კოჯო ტაბახმელის ტერიტორიაზე უკვე დასრულებული არაბული საცხოვრებელი კომპლექსი, საცხოვრებელი სახლები, კერძო სახლები. აქ არ არის ლაპარაკი ბინებზე, ლაპარაკია კოჯო ტაბახმელის მიმდებარედ ერთი დიდი დაახლოებით 135 სახლი დავითვალე, სპეციალურად ვიყავი ასული, კომპლექსია, ეს არ არის რაღაცა ერთი და ორი სახლი. კომპლექსი დიდი კომპლექსი, რომელსაც აშენებს არაბული კომპანია და ეს უკვე დასრულებული პროექტია და ყველა მყიდველი არაბია. ანუ ყველა იმ 135 სახლი დავითვალე, რომელიც შენდებოდა და ზოგი დასრულებულია და ზოგი დასრულებულ ეტაპზეა, მოდის გიხდით. ხოდა დავინტერესდი, რომ ბინარიან მესაკუთრეები და ყველა მესაკუთრე არაბია. ანუ ჩვენ მივიღეთ თბილისის ცენტრში, თბილისთან ახლოს, ქართლის ცენტრში, ქართლის შუაგულში, ბაზალეთზე, წეროვანში, წილკანში, მუხრანში, მუხაწყაროში, კახეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 100,000-ობით ქონება, რომელიც ამ არაბულ კომპანიებს ეკუთვნით. შუა მკითხვას ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს როგორც ინვესტიციას, რა შვებით, პატივცემულო ხელისუფლება, საქართველოს აუქციონზე ყიდით, რომ მერე აღარ გქონდეთ მიწაწყალი?
ეს დრობა და რამდენადაც არ უნდა შემავიწროთ, დამიჭიროთ, მოვკლათ. მე მზად ვარ ამ ყველაფრისთვის. ყოველ დღე ვიღვიძებ და ვიძინებ იმისთვის, რომ მზად ვარ სიკვდილისთვის, მზად ვარ დაჭერისთვის. თქვენ ხართ ჩემი ქვეყნის მოღალატეები. ჩემ ქვეყანას ყიდით და აბა სხვა რა შეიძლება დაგარქვათ, ხო? და ვერაფერი ვერ გაგაგებინეთ და ახლა მტკიცებულებებით მომაქვს ეს ყველაფერი, რომ თქვენ ყიდით. კი ბატონო, ნაციონალური მოძრაობა რეჟიმი იყო. იყო რეჟიმი. საშინელება იყო. კი, მაგრამ თქვენ მოურიგდით იმათ და თქვენ გამოაცხადეთ კოჰაბიტაცია. და ახლა ამ პოლიტიკურ თამაშში თქვენ აწყობთ პოლიტიკურ სპექტაკლებს, რომ ხალხი გაერთოს ამ სპექტაკლებით, ვითომ ვიღაცა თქვენ ჩამოგდებას ცდილობს, ვიღაცა თქვენ დამხობას ცდილობს და ამ პოლიტიკური სპექტაკლებით ნიღბავთ მთავარ ტენდენციას, რომ ხალხმა არ გაიგოს, რომ თქვენ ყიდით ჩემი ქვეყნის მიწაწყალს და საჯაროდ ყიდით უკვე. და აღარ გაქვთ მიწაწყალი. ბოლოს იქამდე მიხვალთ, რომ უკვე ხალხის თითო მოქალაქეების გაყიდვას დაიწყებთ, სხვა აღარაფერი დაგჭათ, იმიტომ რომ მიწაწყალი აღარ დაგჭათ გასაყიდ. აი ეს არის მიზანმიმართული მტრობა. და ჩემი გადაცემა უნდა დავამთავრო იმით, რომ ყოველთვის ამ ბოლო ხანს სადაც არ უნდა გამოვიდე ტელევიზიით და სადაც არ უნდა დავწერო, ყოველთვის ვამბობ ერთი და იგივე რაღაცას. მე მივართავ ქართველებს, პატივცემულო ქართველებო, ჩემო მეგობრებო, იმას ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ. ყველას საჯაროდ გთხოვთ. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის საფრთხეში. იმიტომ რომ ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ მიწა აღარ გვექნება. ამიტომ გთხოვთ, ყველა ვინც ამ გადაცემას ნახავთ, მომაწოდეთ ინფორმაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეების და უცხო ქვეყნის ფირმების მიერ ქართული მიწაწყლის და სიმდიდრის ვინ რა იყიდა, რომ გავასაჯაროთ. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.